ეხლა შეიძლება აი აქ ჩვენ შორის სამრევლოში არიან ადამიანები, ყველა თავისი გულის ამბავი იცის. შეიძლება არიან ადამიანები, რომელსაც გონია, რომ სხვაზე უკეთესი მორწმუნეა. შეიძლება არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავად არ არიან კარგი მორწმუნეები და სხვები არიან მორწმუნეები. აქაც ჩვენ ზოგი ფარისეველი ვართ, ზოგი მეზვე ვართ. ეს არ არის ვიღაცაზე ნათქვამი. ეს არის იგავი, რომელიც ვიდრე ეს წუთისოფელი იარსებებს, ყოველთვის ქმედითი იქნება და ყოველთვის ჩვენზე იქნება, ადამიანებზე იქნება. და ჩვენ თუ ესე იგი რომელიმე ადამიანზე, რომელიმე მრევლის წევრზე უკეთესი გონია თავი, რომ ჩვენ უფრო კარგად ვაკეთებთ, ვიდრე სხვა აკეთებს, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ ჩვენც ფარისეველი ვართ. ჩვენ თუ გონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს ჩვენი დამსახურებაა, ჩვენც ფარისევლის ხვედრს ვიზიარებთ. ხელ კითხულობდით წმინდა პაისი ათონელის წიგნს, მე ძალიან მიყვარს მისი წიგნები და სხვადასხვა პირველი წიგნის ეკლესიური ცხოვრება რო დავიწყე, სწორედ მისი ცხოვრება იყო და ესეთი რამე ეწერა, რომ ადამიანია, რომელიც გრძნობს თავს ღვთის წინაშე მოვალედ და ამბობს, რომ უფალო მაპატიო, რომ ასეთი ვარო. ესეთ ადამიანს ღმერთიო ცოდებს მიუტევებს და თუ სიკვდილმა ასეთ მდგომარეობაში მოუსწრო, აი ესეთ შინაგან მდგომარეობაში, რომ ღვთის წინაშე მოვალედ გრძნობს თავს და ნანობს ამას, რომ ვერ გააკეთა ისე როგორც მან უთხრა, თუ სიკვდილმა ასეთ მდგომარეობაში მოუსწრო, ის ცხონდება. აი ეს არის სანატრელი მდგომარეობა, ანუ რაც მეზვერეს ჰქონდა, ეს არის სანატრელი მდგომარეობა, რომ ღმერთო მილხინე ცოდვის ამას. ის თავს არ იქებს. არც ის ცალია იმისთვის, რომ სხვებზე ილაპარაკოს და სხვები განიკითხოს. არ არსებობს ადამიანი, რაღაცა სიკეთე რო არ იყოს მისგან გაკეთებული და არც ეს მეზვერი არ იქნებოდა ამ სიკეთის გარეშე, მაგრამ ის ამაზე არ ლაპარაკობს არაფერს. არაბეთ მხოლოდ, როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, მოვალეთ გრძნობს ღვთის წინაშე თავის თავს და მხოლოდ ცოდვათა შენდობას ითხოვს. და სწორედ მასზე არის ნათქვამი, რომ ის გამოვიდა გამართლებული და ასე წავიდა სახლში და არა ფარისეველი. ფარისეველი საკუთარ თავს აქებს, რომ მე კვირაში ორჯერ მართულობ, სინამდვილეში ერთხელ უნდა ემართულოთ, მაგრამ ანუ ნახეთ, იმაზე მეცაც კი აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ღმერთს არ მოსწონს, თუნდაც იმაზე მეტი აკეთო, რაც გევალება, მაგრამ თავი ზემოთ გქონდეს აწეული. ღმერთს ის უფრო მოსწონს, რომ რაღაცა ვერ აკეთო და ამის გამო ნანობდე და ღვთის წინაშე მდაბდებოდე, ვიდრე აკეთო და თავი მაღლა გქონდეს აწეული. აი მისი დამოკიდებულება აი ამ საქმისადმი ჩვენ უფალმა აქ გაგვიცხადა. საკუთარ თავს აქებს ფარისეველი და სოლომონ ბრძენი ამბობს, სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა. თუ მართლაც არის რაღაცა საქებარი, სხვამ უნდა შეგაქოს. შენ კი არ უნდა შეიქო შენი თავი. იმიტომ რომ ჩვენ მაინც მეტად ნაკლებად მიკერძოებული ვართ. ჩვენ ადვილად შევაქებთ საკუთარ თავს და იგივე სხვამ რო გააკეთოს, ძალიან გვიჭირს რომ შევაქოთ. ან შურის გამო, ან ამპარტავნების გამო, რომ ჩვენ ისე არ გამოგვივიდა როგორც მას გამო, ძალიან გვიჭირს რომ აღიაროთ, რომ სხვამ უკეთესად შეძლო ვიდრე ჩვენ. ცოდვის შემთხვევაში ჩვენს თავს იოლად გადაუსვამთ თავზე ხელს, სხვას კი განვიკითხავთ. და ეს არის სწორედ მდგომარეობა ფარისევლის. და ეს მდგომარეობა ჩვენშიც არის და ეკლესია ამიტომაც ხშირად გვიკითხავს აი ამ იგავს მაცხოვრისა, რომ ჩვენში აღმოვაჩინოთ ფარისეველი და მივემსგავსოთ მდგომარეობას მეზვერის. ჩვენ თუ ახლა გულში აღმოვაჩინეთ, ახლა მოდი ამასაც დავაკვირდეთ,
ჩვენ თუ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ ვართ ის მეზერე და როგორი თავმდაბალი და როგორი მონანულები ვართ და აი ის არის ფარისეველი, ვიღაცისგან გავიხედავთ, მაშინაც ფარისეველი ვართ. იმიტომ რომ წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი რომელიც ესე იგი სხვას განიკითხავს, ეგ არის ნიშანი, უთყუარი ნიშანი იმისა, რომ მან საკუთარ ცოდვებზე გლოვა შეწყვიტა, საკუთარს აღარ ნანობს. იმიტომ რომ ეხლა შეხედეთ, სადეცალა აი ამ მეზერეს ცხების საქმეების განსახილველად. სადეცალა მარიამ მეგვიპტეს ცხების საქმეების განსახილველად თავის თავს ტიროდა. მოსე შავს სადეცალა პეტრე მოციქულს რომ მაცხოვარმა შეხედა თვალებში, როდესაც აღსრულდა მისი ნათქვამი, რომ სანამ მამალი იყილებსო, სამჯერ უარ მყოფო და მართლაც სამჯერ უარყო და მამალმა იყილა და მაცხოვარმა პეტრეს თვალებში შეხედა. სადეცალა პეტრეს ცხების განსაკითხავად, არ ეცალა, არამედ გამოვიდა და მწარედ ატირდა. და ადამიანი, რომელიც ესე იგი მოახერხებს, რომ ცხების საქმეები ჩხრიკოს და ისინი განიკითხოს, ეგ უკვე არის ნიშანი იმისა, რომ მან შეწყვიტა გლოვა საკუთარ ცოდვებზე. და ესე იგი 100 წელიც რომ იცხოვროს ადამიანმა ამბობს წმინდა მამა თუ არა ვწები წმინდა ივანე სინელი და მდინარე ნილოსივით რომ ზდიოდესო ცრემლებიო, მაინც არ ეყოფაო საკუთარი ცოდვების გამოსაგლოვად. არ ეყოფა. ამიტომაც აი ჩვენ ვიწყებთ რა მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ვართ და ვეგებებით რა აღდგომა მარხვას და შემდგომ ყველაზე დიდ დღესასწაულს აღდგომას. ჩვენ სწორად უნდა მივიდეთ აი ამ დღესასწაულამდე და სწორი ცხოვრების წესით უნდა მივიდეთ ამ დღესასწაულამდე. მარხვაც საჭიროა, ეს იმას ანიშნავს, რომ ადამიანმა არ იმარხულოს და მხოლოდ შეინანოს ის, რომ არ მარხულობს. ეს სინანული არ არის. სინანული არის, როდესაც ადამიანი რასაც ვერ აკეთებს, იმის გამოსწორებას ცდილობს. თორემ შეიძლება ადამიანი რაღაცას ვერ აკეთებდეს და აღიარებდეს, მაგრამ არ ცდილობდეს მის გამოსწორებას. ეგ სინანულად არ ითვლება.